საყურადღებოა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეების საკითხი. ამის ერთ-ერთი მაგალითია სხვადასხვა უცხოური ძალისა და მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ საინფორმაციო ომის ფარგლებში წარმოებული კამპანიის შედეგად ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეფერხებისა და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების ცდილობები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, მათ შორის აღნიშნული კამპანიების დაფინანსების წყაროების გამოვლენას, მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ ტარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო ღონისძიებებიც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევებს განეკუთვნება აგრეთვე სხვადასხვა ძალის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ნიადაგის მომზადება, ამ მხრივ რესურსების მობილიზება. ამასთანავე გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებულ პირთა მცდელობები საქართველოში მოქმედ მედია საშუალებებსა და ცალკეულ ჯგუფებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და მათი გამოყენების მიმართულებით.